შიფცის საერთაშორისო დღეა მსოფლიოს მასშტაბით გამართულ ღონისძიებებს საქართველოს შეუერთდა აირი ინფექციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სპეციალური კონფერენციაც მოეწყო. სპეციალისტები საქართველოში არსებულ მდგომარეობასა და მსოფლიოში არსებულ სტატისტიკაზე მსჯელობდნენ, ასევე იმ გზებს განიხილავდნენ, თუ როგორ უნდა მოხდეს ინფიცირებულთა ზრდის შეჩერება და ეფექტური მკურნალობა. მეხუთე სტატისტიკა შიდსთან დაკავშირებით საქართველოში რა რჩება გამოწვევა და რა სთავაზობს სახელმწიფო ინფიცირებულებს. შიდსის საერთაშორისო დღე საქართველოს ინფექციის ნელი, თუმცა მაინც მზარდი მაჩვენებლით ხვდება. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით 2015 წლის 20 ნოემბრის მონაცემებით ქვეყნის მასშტაბით ვირუსით ინფიცირების 5331 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 3932 მამაკაცია, 1399 კი ქალი, 1063 გარდაიცვალა. ინფიცირებულ პაციენტთა საშუალო ასაკი კი 29-დან 39 წლამდე მერყეობს. მაღალ ეფექტიან მკურნალობაზე 2615 პაციენტია, მათგან 46 ბავშვია. ინფექციის გადაცემის გზებს შორის წამყვანია ნარკოტიკების ინექციური გზით მოხმარება და დაუცველი სქესობრივი კავშირები. აირი ინფექციის ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისშია დარეგისტრირებული, შემდეგ მოდის სამეგრელო, იმერეთი და აჭარა. საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც უზრუნველყო და ინარჩუნებს დღემდე აბსოლუტურად ყველა აივშიცით ავადმყოფის უფასო მკურნალობას საერთაშორისო სტანდარტებით. სამწუხაროდ ბოლო წლებში დაუწყეთ პოზიციები აივშიცით ავადმყოფების გამოვლენის მოსულობის თვალსაზრისით, რამაც განაპირობა ის ფაქტი, რომ ჯერაც საქართველოში აღინიშნება ნელი, მაგრამ მაინც სტაბილური მატება ახალი შემთხვევებისა და ჯერ ქვეყანამ ვერ მიაღწია ეპიდემიის შეჩერებას და უკვე განვითარებას. მსოფლიო მედიცინამ შიდსთან ბრძოლის წინააღმდეგ ბოლო 10-15 წლის მანძილზე სერიოზული გარღვევა მოახდინა, თუმცა მომდევნო 15 წლის გეგმები უფრო ამბიციურია. 2020 წლისთვის ახალი შემთხვევების რადიკალურად შემცირება იგეგმება. კერძოდ, შიდსით ინფიცირებულების წლიური მაჩვენებელი მსოფლიოს მასშტაბით 200,000 არ უნდა აღემატებოდეს. მართალია, შიდსი ჯერ რჩება განუყურნებელი დაავადებაც, მაგრამ გადაიქცა ქრონიკული მართვად ინფექცია, თუ პაციენტი დროულად გამოვლინდება, დროულად მიმართავს ავადმყოფს, აიტარებს მკურნალობას, პრაქტიკულად მისი სიცოცხლე და ცხოვრების ხარისხი გარანტირებულია. აირი ინფექციასთან ბრძოლის წინააღმდეგ მსოფლიო მონდომება საქართველოს აქტიურად უერთდება, თუმცა ქვეყანაში კვლავ პრობლემაა ინფექციის გამოვლენა. ამიტომ სახელმწიფო მოქალაქეებს მოუწოდებს შეუერთდნენ იმ კამპანიას, რომელიც C ჰეპატიტის სკრინინგთან ერთად შიდსის დიაგნოსტიკასაც გულისხმობს. ყველამ ჩავიტაროთ, ანუ ვიცოდეთ ჩვენი სტატუსი აირი ინფექცია შიდსთან და C ჰეპატიტთან მიმართებაში და დარწმუნებული ვბრძანდებოდეთ, რომ ორივე მხრივ სერიოზული გარღვევებია მკურნალობასთან მიმართებაში, C ჰეპატიტის სრულად ემორჩილება გამკურნებას, ხოლო შიდსის სრულად ემორჩილება კონტროლს. შიდსის დიაგნოსტიკასთან ერთად საქართველოში კვლავ პრობლემაა ინფიცირებულების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება. სპეციალისტების თქმით, საზოგადოება სტიგმატიზირებულია და არ აქვს სათანადო ცოდნა ინფექციასთან დაკავშირებით. პრობლემაა თავად რიგ სამედიცინო დაწესებულებებშიც, სადაც აივ დადებითი პიროვნების არც კონფიდენციალურობას იცავენ და აივ დადებითი სტატუსის შემთხვევაში პაციენტის მომსახურებისგან თავს იკავებენ. ბევრმა ადამიანმა პირისპირ გაიცნო ეს ადამიანები და მიხვდნენ, რომ ამ ადამიანებს არც რქები აქვთ, არც ქვებს ისვრიან და ესენი არიან ჩვეულებრივი ადამიანები. მაგრამ ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც თუნდაც მამახვილებს ყურადღებას ეს სამედიცინო დაწესებულებებში გვაქვს ძალიან რთული მდგომარეობა, იმიტომ რომ სამედიცინო დაწესებულებებში, როდესაც ისინი იგებენ, რომ აივ დადებითი პიროვნება, ძალიან ცუდი განწყობაა. საქართველოში აირი ინფექციის როგორც პრევენციული, ისე მკურნალობის პროგრამების დიდი ნაწილი შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის მიერ ფინანსდება. სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში კი უზრუნველყოფილია სამედიცინო სერვისების მიწოდება. დედიდან შვილზე ინფექციის გადაცემის პრევენციისა და უსაფრთხო სისხლის პროგრამების განხორციელება. 2015 წლიდან სახელმწიფომ უკვე თავის თავზე აიღო და მკურნალობის პირველი რიგის მედიკამენტები შეისყიდა, რადგან გლობალური ფონდის დაფინანსება მომავალ წელს შემცირდება. ყველანაირად აიღებს სახელმწიფო პრევენციასაც და მკურნალობასაც, იმიტომ რომ ჩვენი ვალდებულება თუ არავინ არ გვეხმარება, ჩვენ დიდ მადლობას ვეუბნებით გლობალურ ფონდს, რაც გააკეთა იმისთვის, მაგრამ მომავალში რა თქმა უნდა სახელმწიფოს მოუწევს ყველა ამ ფუნქციის თავის თავზე აღება
გახსოვთ თქვენ რამოდენიმე თვის წინ ჩატარდა გლობალური ფონდის მიერ ორგანიზებული დიდი კონფერენცია თბილისში, სადაც ჩვენმა ფინანსთა მინისტრმაც დაადასტურა, რომ ისინი იღებენ ავალდებულებას თავის თავს. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ცის წინააღმდეგ ბრძოლაში გაერთიანებულია 2014 წლის ბოლოსთვის დაახლოებით 27 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა აივ ინფექციით. მაღალ ეფექტი ამ მკურნალობაზე იმყოფებოდა 15,800,000 ადამიანი. აქედან 1,200,000 ადამიანი გარდაიცვალა. საერთო ჯამში კი ინფექციის პირველად გავრცელებიდან 2014 წლის ბოლომდე 25 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.